დილამშვიდობის მეძინე ახლა ხან გავიღვიძე მე და ჩემ თაფლისფერ ბავშვს ერთად გვეძინა გემრიელად ხო და ამ ხალათში ეძინა და მავიწყდა რვა ქეძინა და ავიღე და ჩავიცვი კატა ჩავიცვი და გამოვარდა ამინდია შესანიშნავი მინდა გითხრათ ანუ მოღრუბლულია იმედია რა ქვია არ იწვიმებს თავარი სიგრილე იყოს ხო და რა ვიცი რატო ვიცმევ ხა მაიკაზე ამას მაგრამ გრილასავით და ნახოთ ეგე ჩავიდეთ და ბლა ყავა უნდა დავლიო ისინი გორში არიან უკვე კარგად გზავრობს ნინო წესით გორამდე უნდა გამხდარიყო ცუდად და ბარბარემ კარგად გზავრობს ხა კრეკერი უყიდეო და ჭამსო თუმცა საჭმელებით შეკვეთილი გვაქვს ჩვენ წაღებული აქვს გოგოებს აქვთ შორი ნერვები უნდა გაგითეს თვები უნდა გაგითეთ რომ ნერვები უნდა მოგიშალო გოგო ჩასყდელია რა გულგანი ხეთქე გოგო გადი გარეთ არ ხარ თვალეთ მიყურებს ახლა ისო გადი გარეთ მიყვითელ თვალებს რომ მომანათებ ხოლმე დაჭყედა მირელა ბაძი მოდი მე მოგეფერო ჩაგიჯმუჯმო და ჩაქფურჩქნო ხო დამელოდები ერთი წამით მოედიდი შივილა მოსთვალი ბახ ჩემი პრინცესა ხო შავი ხარ ბარა პრინცესა ხარ ჩემი ტკბილი გოგო მრავალ გზის თაობის გამზრდელი ნუ გამჩენი მაგრამ გამზრდელი ხობე ვარ თორე აჩი ნუ დედე უნდა იყო ჩემი მეძე ჰა ბიჭო გოგო როლო მიზი ჩახტე და აბა გადი გარეთ წადი გადი მიდი გადი მოდი წადი ხვალ მე ცოტა ჩამოვიწიო თორი სადაბდება ხალხმა ეხა ვისაც წონე ხალათი გქონდათ ყელში ამოსული ეხა სანამ დაზამთრდება ჩამოვიწიო თორი სანამ დაზამთრდება ყელში ესამოგივათ მოხვალ შოკოლადი გინდა ეძახი თავი ადი აღარ ჩამოსხა დაბლა ესეც კარგია თბილია უბრალოდ გრძელი რო არ არის მაგიტო ხმარობ ძალიან ისე აი როცა ანის მქონა გარეცხილი ან რაღაც
თორე ესეც კაი. ჩემი გული და სული აი ხალტომში. იმიტომ რომ მიყვარს ხოლმე რა მშობლებთან ერთად ყოფნა და გართობა და დროს ტარება და ამეთქი რა მედება სარკე. რომ დიედა იმასავით მათ. ასეთ ხუმრობაზე ზოგი ძალიან აცრილია ხოლმე რა და ხუმრობა, ჭორაობა, ეგეთი რამეები, რაც მთელი ჩვენი ცხოვრების თანამდებია. თუ არავის იერს არ აყენებს კონკრეტულ ადამიანს, შეიძლება ასე რომ კურთხევას გაძლევთ. თორე არიან ხოლმე აი ძალიან სიამოვნებული სექტანტები თუ არიან ხოლმე მაგ ხალხის მეშინია ვინც კატეგორიულად აი რაღაც თემაში რომ გაგაჩერებენ და რო გეტყვენ ვიცი რა მე რომ მორწმუნე ვარ შემიძლია ეცამატოს კაფეში დილას მოვიდა წყალი და ანუ ბავშვებმა მასე დაიბანეს პირმატული არ ჩაგვირთია რა და ფიქრობდი რომ ეხლა მე შევყრი სარეცხს და ისე დავიძინებ მეთქი მეძინა 1-2 საათი მართლა გემრიელად მეძინა ეხლა აფეთქი წყალი აღარა კიდე კაი არ შევყარე ჯერ ბაკიდან წაიღებ და მე კიდე წყალს ანუ იცი რაზე შევიკავე თავი რომ ცოტა მღრუბლულივით არის მეთქი და დღეს ვერ მივხედავ იმდენად სარეცხს თქვან გადავკიდო გადმოვკიდო სადღაა წყალი სამაგიეროდ გაყვანილობა გვაქვს ეკვიშველი ჩვენ რა გვეშველებათ იმათ რა ეშველებოდნენ იმათ ნაშველია აი აუზის სუფთა ცოტა ხანი გამოვიყენ რამდენი შოკოლადი შევჭამ ხასოლია ხალი ჩემს მიშვილის დაბადების დღე მათესი სიმაღლეა ლურსმანივით არის წვრილი და გრძელი ავას დავლევ ლოგინებს ავალაგებ გოგოებმაც ეგე დამიტოვეთ და ისეც გაცვივდნენ და რა საჭმელი არაფერს არ გავაკეთებ დღეს მაინც უნდა წავიდეთ რაღაცები დაგვრჩება რომ მოვალთ მე რამის გავაკეთებ გვები არ იქნებიან სახლში ან რამის მოვიყოლებთ და ასე შემდეგ ივანეს ეხა დააკეთებს რაღაცა ტესტებს და დავეცი ბნედა შორე მკმაგია თან აუ მკმაგზე უნდა ვიცი როგორ შევხვდა ერთ-ერთი ვიდეო TikTok-ზე ქართველის და ზუსტად ისე უნდა მოვკმიჩო ხა შოკოლადი და მე აი როგორ უნდა არაფერს არ უბრალოდ აი რატო ვუყურე არა რატო უნდა გადავიღო ეგ ვიდეო ანუ მე მაგარი ვუყურებ ხოლმე მუკბანგებს არა ქართველის არც ერთის აი ერთი ბიჭია კორეელი ისე გემრიელად აჭამს ხოლმე რომ ეგრევე ჩამოვდივარ მაცივარში და სუპს ვისხავ მიყვარს რაღაცა უცნაურ კერძებს რო სინჯავენ ხოლმე ზღვის პროდუქტებს ან ვუყურებ ხოლმე მაგრამ იქ არც კმეჯი და არ არის სხვა
მუკბანგი ჩემთვის სხვა რამე. ხო და შორი მუკბანგი მაქვს. არავის არ დავცინი, უბრალოდ აი ეს რატო უნდა გადავიღო. ჯერ ეს სელფის დროს თუ ვიდეოს დროს რაც არა მაქვს, რო არ გამოშვირო, ხო არ შეიძლება. რო გააკ, ისედაც ხო გააკ. ეს რა არის? ანუ ამას ისე განახებთ რა. თორე ანუ ერთხელ ვერ შეჭამეს. ეხლა აუ ჯერა მენახებინა მეტლი შემეჭამა. ეხლა მაგას რა თუნდა 9 ხელი. ნუ ცოტა დიდი რო იყოს, მაინც რა თუნდა ეხლა ერთხელ ვერ შეჭამ. ეხლა გითხათ როგორი შემდგა. არავის არ დავცინი, არავის რაც უნდა ის უქნიათ, უბრალოდ რატო უნდა გააკეთო. მე კომენტარებს რო იღებ ცუც, რატო უნდა გამოიწვიო ხალხი. თუ რაღაც კომენტარს დავწერ და არც არა. რა გამოუკმიჩო? ეს თან ახლა უნდა მოვიდე, მოდი აქ შორე. მოიწი. შორე მოიწი. არა გიდა მინახოს. ჭირი. ჯანდა გეთოს. რა თუნდა კალვებას 9 ხელი. ახლა რამდენი მუკბანგერი გამოჩნდა TikTok-ზე. YouTube-ზე ვერ გადმოდიან. იმიტომ რომ YouTube სხვანაირი პლატფორმაა და ვერ ვკაჩავენ მარტო თირო წინ წავიდნენ. იმ ხრივ რომ ანუ იმ საფეხურებს ვერ გადალახავენ რა და იქ ფულის შოვნის პირადი ნომრის და ასე შემდეგ უფრო მეტი გასაქანი. ესე გიდუნაშვილის ის რატო ვერ მორჩა? მოიცა ხანა. დაბლოკილი მოყვა ყველა მხრიდან და ყველა მაგის ვიდეოს დებს, მაგრამ მაინც ხედავ. ეს სადამჭი შორე. შენ სახელზე უნდა შევჭამ. დღეს ავარაუდოდ ოთახს არაფერს მიუმატებთ, ან ვერაფერს მიუმატებთ, იმიტომ რომ იქიდან მოვალთ გამორუტულებულები. კომენტში დამავიწყდა. ეხა სახის დაბანა მესამეთ მეზარება თუ რამას წავისმე. სასიამოვნოა ხო? ადიმანან. ესე იგი გუშინ ვუყურე 2 ფილმს. ხან საქმის კეთების დროს, ხან უთოების დროს, ხან წამოწოლის დროს. ორივეზე თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი დრო დავკარგე, უბრალოდ არ უყუროთ. ეს არის ფილმი ქირა. სახლში ქირავები და რაღაცა, ვითომ საშინელება და რაღაცა დებილობა, ბოლოს ვერაფერს ვერ გაიგებ. და მეორე არის ზამთრის ძვლები. სწორად ვამბობ, ხო? არც მაგას არ უყუროთ. სისულელის პიკი. ერთადერთი მაგ მსახიობის გამო ვუყურე, რომ რაღაცა კაი იქნება თქო. იმიტომ რომ მაგის მონაწილეობით მიყვარს შიმშილის თამაშები, ანუ ეგ გოგო მონაწილეობს მაგას. მეთქი კაი იქნება თქო, მაგრამ არ უყუროთ. იმასაც ხო გეუბნებით ხოლმე, რომ ან ერთხელ საყურებლად დღის და ან 100 ჯერ საყურებლად დღის და უყურეთ.
ამას მართლა არ უყუროთ, არ ვარ დებილობა. ათსაკლია ბატონაცე მივწერე რომ ხო იცი მეთქი რომ ჩემი გული თქვენთანაა მეთქი რა მაგრამ გამოცდაზე მივდივართ მე და რას ამწერს ნუ დადო გოგო რას გაუყვია ჩემი შენიო ჩემი ბიძაშვილი წერს ჩემშვილებს ხოდა რა გადარდებსო ის კი ვერ მიხვდია ბავშვებს ერთთან მიგულისხმიდა უბრალოდ მშობლებთან მიდავიყო გოგო ბავშვებზე კი არ ავდარდო მშობლები რო იქნებით ეხლა მან და ვიცი რომ კაი დროს ატარებ თქვენთან ერთად მინდა თორე სახში კიდე მყავ ერთი ბავშვი და ცოტა ხანში მეორეც მეყოლება თუ გინდა ეგენ გაყიდე მან ბათუმში კაი ფულს მოვწევ გამიყავი აბუედი ამას ეხა ეგონა რომ მე ბავშვებზე ვდარდო იმოდენა ხალხი გაყვა ბავშვებს რომ საერთოდ არ ვდარდო თან შენიმე თუ მგზავრია ნინოს გორამდე ეხა ერთი სადღაც 3 მაგხელა გზა დარჩა მიაღწევს რა ბოლო იმდენი პარკი გავატანე გაფრთხილებულია კატეგორიულად რომ არანაირი ჩიპსი ზოგადად ცეკვის ბავშვები კატეგორიულად არიან გაფრთხილებული უკან გზაზე თუ წინ გზაზე არ აქვს მნიშვნელობა არანაირი ჩიპსი ტრანსპორტში იმიტომ რომ ხდებიან ცუდად და არ ვაჭმევ ხოლმე არ მეგერა საერთოდ არ ვაჭმევ ხოლმე ხო და კატეგორიულად არის გაფრთხილებული ვინმეს თუ ექნება იმიტომ რომ ჩიპსი რო იხსნება სუნი ხო დგება სულ ორი საიმის ბოლოში გაიხსნას ავტობუსის ბოლოში ჩიპსი წინ სუნი მაინც გამოდის ხო და წინაზე სად ვიყავით ბორჯომში მე მგონი ხო და ხო ბაკურიანში რო ვიყავით წინა ვზივარ სადღაც 3 თუ 4 სკამზე ან მე-3 სკამზე და სუნი როგორც კი მომივიდა და გავხედე ნინოს ნინო მშობელს ჩიპსის სუნია მეთქი და ეგრევე ლევანი მასწავლებელიც ადგა ჩიპსი რომელმა გახსნა და სუ მაგას ამბობს სუ ჩიპსი არ ჭამოთ აკაცალული აქვს კატეგორია ეხლა რო არ იქნებიან მასწავლებლები უკვე იქ არიან გუშინ სხვა ჯგუფი წავიდა ხუთი დღე რომელიც უნდა დარჩეს ის ჯგუფი წავიდა და იმათ გაყვნა ხო და დღევანდელი ავტობუსი მიდის და მოდის თითქმის ერთი ავტობუსი უკან ბრუნდება აი გეცებით ივანეს გამოცდები რო არ დამთხოვულიყო აუცილებლად წავიდოდით აუცილებლად თან ბათუმის ნახვა მინდა არ მინახი არასოდეს ბათუმი და მინდა მაგრამ არა უშავ სამომავლოდ ნინო აგრძელებს ცეკვაზე სიარულს სავარაუდოდ ბარბარეთს გამოდის ცეკვიდან და ინგლისურ ზონა შევიდეს და ნინო აგრძელებს ყველაფერი წინად წავალთ ხოლმე მე ნინო და გაბრიელი დავგეგმე რა ისე რომ იცოდეთ რაიმე რამოდენად კვილი ვჭამე ქალო აი სად უნდა მეჭამა შური რა აშილი ბრალია რა მე მოკბანგებოდა და შემეკითხება რა უნდა გავაკეთოთ ახლა იქ ხო ეს რომ ანუ პირველის ნახევრის გავიდოდი ორზე უნდა იყოთ და მე 3-ზე დაიწყება გამოცდა 4-6 ისა აიმე საგამოცდო ფურცლები გვაქვს რამდენია მობეჭდილი თითო გამოცდაზე უნდა წარმატგინოთ ერთი საგამოცდო ბარათი და თაბახის ფურცელი და პირა 12 გვაქვს
ნატომ გითხრა ჩემ მამულმა რომ იმოდენა მქონდა ამოვეჭი ზოგი სახში მქონდა ზოგი მანქანაში მქონდა რომ ვაიმე დაგვრჩეს და ვაიმე დაზიანებული იყოს და რაღაცა ჩვენ საბჭოქით და მთელი ტომი ამოვფეჭდით ახლა სათითაო შევა მოწმე რომ პირადი ნომერი უნდა კარგად ეტყობოდეს არ უნდა იყოს გათხაპნილი და შტრიხ-კოდის შტრიხები არ უნდა იყოს დაზიანებული ანუ ამოვეჭვისას ხო არის რომ ამფერი მართალია ან რაღაცა და ანუ აი ესენს უშევამოწმე. ხოლო ივანე ხა აკეთებდა ტესტებს და დავეცი მინდა გააჩერებინი. გეყოფა თქო. ნახოთ რა სიზავს. აუ ეხა ელოდე აგვისტო. ეხა ბავშვის სიაღებელოდები რაც გამოცდებს პასუხს. აი მეორე და მესამე გამოცდა დილის საათებში აქვს ისე რომ ამ დროს უკვე იქ ვიქნებით და ძალიან კარგი და ეხა სანამ ის დრო მოვა ასე თუ ისე იფიქრებს ასე თუ ისე ცოტა ინერვიულებენ ბავშვები და რა ვიცი რა ერთ გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველი დღე სკოლაში რომ მივიდა იოანე შარვალ კოსტუმით ბაფთით სადღაცა სურათი უნდა მქონდეს და ვნახო და სასაცილოდ უკიდებდა ენას ხოლმე თითქოს მაშინ ვერ ვატყობდი ხა ძველ ვიდეოებს რომ ვუყურებ რაღაცა აი ესე შვებოდა ხოლმე და როდის გამოუსწორდა არ ვიცი მაშინ დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას ძალიან სასაცილო იყო პატარა ჩლიფიდებდა ძალიან მალე გაიარა დრო აი მაგიტო ამბობ რომ ეხა პატარა რო დაიბადება ჯერ ხო ამ ასაკში როდესაც სუმესმოდა ეს თემა რა რომ როდესაც ამ ასაკში პატარას ელოდები და რაღაცა სხვანაირად ელოდები სხვანაირად აღიქვავ და სხვა მართლა მასია ხო და რო ვიცი რომ აი ეს პერიოდი მალე გაივლის ვეცდები რომ აი ამ ხელა სანამ იქნება აი რა ქვია იმას ყველა წამი ის ავქნა ავითვისო იმ ბავშვის რობერე წლები რო გავა არ ვიფიქრო რა ის და პატარები მოდი 1-2 წელს გააჩინე და უფლისნება თუ იქნება აუცილებლად რატომაც მადონა მიხვდა ჩემ აუდიო ვერსიას წავედი ხარხნო მოვდგები და დავჭდები წავედი ლოგინებს ავალაგებ ნელა ძალიან კაი ამინდია იდეალური ამინდია ნიავია ალაგ-ალაგ მოღრუბლულია და უბრალოდ მოღრუბლულია და ალაგ-ალაგ მზე გამოანათებს ესე იგი ამინდისა ჩემ წავედი აბიტურიენტებო კიდევ და კიდევ წარმატებას ვისურვებ აბა თქვენიც